Ლითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინისათა ჩვენთან არის ღმერთი. აგერ უკვე მიიწურა მერვე კვირა სრულფოვებიდან და როგორც მოვისმინეთ, დღეს დედა ეკლესია იხსენებს და განსაკუთრებულ პატივს მიაგებს 6 მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამებს. 6 მსოფლიო საეკლესიო კრების მამათა ხსენება დღესასწაულება ყოველი წლის ძველი სტილით 16 ივლისს ან უახლოეს კვირა დღეს. და ეს დღე ეძღვნება სწორედ იმ წმინდა მღვდელმთავრებს, ღვთისმეტყველებასა თუ ბერმონაზვეს, რომლებმაც პირველი 6 მსოფლიო კრების განმავლობაში დაიცვეს ქრისტიანული სწავლება ერესებისაგან და ჩამოაყალიბეს სარწმუნოების დოგმატები. იმდენად დიდია დღევანდელი დღის და ზოგადად საეკლესიო კრებათა ეპოქის მნიშვნელობა, რომ არ იქნება უპრიანი თუ კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ მემოიხილავთ იმას თუ რას უკავშირდებოდა ამ მამათა ღვაწლი და რა იყო ამ კრებათა მოწვევის მიზეზები და მიზნები. ამიტომ მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გავიაროთ თქვენთან ერთად, რომ შევახსენოთ საკუთარ თავსაც, იმიტომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ გინდა რომ ჩვენ ადამიანის ადრეს გვითხოვს, როდესაც აღიქვავს და იაზრებს რასთან გვაქვს საქმე, უფრო მეტად ეკიდება მოწიწებითაც, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს და უფრო მეტი მონდომებას უშლება განსაკუთრებით სულიერ ცხოვრებაში. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება როგორც მოგეხსენებათ გაიმართა 325 წელს ქალაქ ნიკიაში და მისი მთავარი მიზანი იყო არიოზის ერესის დაგმობა, რომელიც უარყოფდა ძეღმერთის, ანუ ქრისტეს თანაარსობას მამა ღმერთთან. და ამასთან კრებამ ჩამოაყალიბა ჩვენი სარწმუნოების, ანუ წამსის პირველი ნაწილი და კრებაში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორიც იყვნენ წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონი, წმინდა ათანასე, პაპნუტი თებაიდელი, ოსია კორდუბელი და სხვები. კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრება შედგა 391 წელს და მისი მთავარი მიზეზი და მიზანი იყო მაკედონიოსისა და პნევმატიოსების ერესების დაგმობა, რომლებიც უარყოფდნენ სულიწმინდის ღმერთობას. გარდა ამისა, კრებამ მოახდინა წამსის საბოლოო ფორმირება, კერძოდ რწმენის სიმბოლოს დაუმატა მუხლების სულიწმინდის, ეკლესიის, ნათლობისა და მკვდრის თავდგომის შესახებ. კრებაში მონაწილეობდნენ ისეთი გამორჩეული მამები, როგორიც იყვნენ წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველი, წმინდა გრიგოლ ნოსელი და წმინდა მელეტი ანტიოქიელი. ეფესოს მესამე მსოფლიო კრება გაიმართა 421 წელს, რომელმაც დააგმო და შეაჩვენა ნესტორის ერესი, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას ერთმანეთისაგან ყოფდა და დედა ღვთისმშობელს მხოლოდ ქრისტეს მშობლად მოიხსენიებდა. სწორედ ამ კრებაზე განისაზღვრა, რომ ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი, ხოლო ქალწულ მარიამს სამართლად ეწოდა დედა ღვთისმშობელი. კრებაში მონაწილეებთან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისეთი დიდი წმინდა მამა, როგორც იყო წმინდა კირილე ალექსანდრიელი. მეოთხე მსოფლიო კრება გაიმართა ქალკედონში 451 წელს, რომელიც მთავარი მიზანი იყო ეტიკისა და მონოფიზიტების ერესის დაგმობა, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეში ღვთაებრმა ბუნება მთლიანად შთანთქა ადამიანური ბუნება. კრებამ შეაჩვენა რა აღნიშნული ერესი, ამასთან ერთად ჩამოაყალიბა ქრისტოლოგიური დოგმატი, რომ ქრისტე არის ერთი პირი ორ ბუნებაში, შეურევნელად, უცვალებელად, განუყოფლად და განუშორებლად. კრებაში მონაწილეებთან განსაკუთრებით გამოირჩეოდა წმინდა ლეონი დიდი, რომის პაპი და ანატოლი კონსტანტინოპოლელი, რომელიც თავმჯდომარეობდა ამ აღნიშნულ კრებას. კონსტანტინოპოლის მეხუთე მსოფლიო კრება გაიმართა 553 წელს იმ მიზეზით, რომ მომხდარი იყო ეგრეთ წოდებული სამი თავის ორიგენეს სწავლებისა და ნაწერებისა და ნესტორიანული ტენდენციების მქონე მიმდევრების დაგმობა და ქალკედონის კრების დოგმატების გამტკიცება. კრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მართლმადიდებლური სწავლება იესო ქრისტეს ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებაზე. მეექვსე კრება კონსტანტინოპოლში გაიმართა 691 წლებში, რომელმაც დაგმო მონოთელიტობის ერესი, რომელიც მიხედვითაც ქრისტეს ჰქონდა ორი ბუნება, მაგრამ ერთი ღვთაებრივი ნება. ფაქტობრივად ეს მსგავსი იყო აი მონოფიზიტობისა და შეაჩვენა რა ეს ერესი კრებამ დაადგინა, რომ რადგან ქრისტეს აქვს ორი სრული ბუნება, მას აქვს ასევე ორი ნება და ორი ქმედება და რომ ადამიანური ბუნება სრულად ემორჩილება ღვთაებრებს. ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა მაქსიმი აღსარებელი, რომლის ღვაწლიც დაედო საფუძვლად სწორედ აი კრების რამდენიმე გადაწყვეტილებას.
და ახლა დღევანდელ დღეს საინტერესოა რატომ იხსენებენ მხოლოდ 6 და არა 7 კრება იცით თქვენ გაიმართა ასევე მე-7 მშობლიო საეკლესიო კრებაც. მე-7 კრება რომელიც მიმართული იყო ხატბრძოლების ერესის წინააღმდეგ იდღეს ასწავლება სპეციალურად ცალკე კვირა დღეს ოქტომბრის ძველისწინ 11 რიცხვში ან უახლოეს კვირა დღეს. და 6 კრების მამათა ერთობლივი მოხსენება კი ისტორიულად ჩამოყალიბდა სწორედ აი მე-7 კრების გამართვამდე, რადგანაც როგორც დოგმატური ბრძოლის უმნიშვნელოვანესი პერიოდის შეჯამება და ეს წმინდა მამები, რომლებიც მონაწილეობდნენ აი ამ კრებებში, ეკლესიის მიერ მიჩნეულნი და აღიარებული არიან ჭეშმარიტების ბურჯებად, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს და წმინდად გადასცეს მომავალ თაობას ქრისტიანული სარწმუნოება. სწორედ აი ამ მოძრაობაზე, როგორც კიცე და ურყევ საძირკველზე დგას დღეს ჩვენ დედა ეკლესია და ვერავითარი ძალა და ვერავითარი მიმდინარეობა ვერაფერს ვერ დააკლეს მას და უამრავი ქართახელები გახსოვთ თქვენ, გამოუვლია დედა ეკლესიას, ეს იყო დევნა, შევიწროება, მოწამეობა ასე შემდეგ, მაგრამ ამით რაიმე კი არ დააკლდა, არამედ პირიქით უფრო და უფრო გამტკიცდა დედა ეკლესია. დააკლდა ყველა იმას, ვინც ებრძოდა ეკლესიას, რატო? იმიტომ რომ მათ დაკარგეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი ადამიანს გააჩნია, საკუთარი სული და რომელიც საბოლოოდ წარწყვეტეს საბოლოო გენიაში. არადა მთავარი მიზანი ადამიანის ცხოვრებაში, როგორც მოგესალმებათ, არის საკუთარი სულის ცხოვრებაზე ზრუნვა, რასაც არაერთხელ უსვამს ხაზს თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე წმინდა წერილში. ამიტომ კითხვები, რომლებიც დღეს კიდევ ერთხელ გაისმის ხშირად, რომ თუ ვინ გაავლო ზღვარი ჭეშმარიტებისა და სხვა ამსარებლებს შორის, აი ზღვარი გაავლო სწორედ უფალმა თვითონ უშუალოდ, ასევე წმინდა მამებისა თუ აი ამ კრებების მეშვეობით. იცით თქვენ რომ ეკლესია იმართება მართლმადიდებლური ეკლესია კრებითად და ყველა მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მიღებული დოგმატური სწავლება ეს არის სწორედ სულიწმინდის მადლით მიღებული სწავლება და არავის არ აქვს უფლება იმისა, რომ ეჭვი შეიტანოს ან შეცვალოს ან რაღაცაირად შეალამაზოს იგი. იმიტომ თუ გინდა რომ გადავრჩეთ სულიად, რა თქმა უნდა, მას უნდა დავემორჩილოთ, უნდა მიყვეთ აი ამ გზას. იმიტომ ეს არის გზა გადარჩენისა, ხსისა და გარანტია იმისა თუ ადამიანმა დაიმკვიდროს მისთვის განკუთვნილი ადგილით სასუფეველში. და არაერთხელ თანახდა ხოლმე აი ამ კრებებს სასწავლებლად. თუნდაც რა დღის იმის გახსენება, რომ პირველ მსოფლიო კრებას გახსოვთ წმინდა სპირიდონმა, როგორც სასწავლებელი აღასრულა, მას დაემტკიცებინა წმინდა სამების დოგმატი და გამოეხატა, აიღო აგური, მოუჭირა ესე ხელი და აგური და ესე ავარდა ცეცხლი, ჩამოვიდა წყალი და ჩამოიყარა თიხა, რადგანაც იყო დამზდებული. ასევე აგერ პარასკევს იყო ეკლესია იხსენებდა დიდ მოწამე ეფემიას სასწაულს, რომელიც იცით რომ ეწამა დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანობისათვის და როცა მიმდინარეობდა მე-4 მსოფლიო კრება ქალკედონში, აი ამ საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იყო მის აი დიდ მოწამის ეფემიას უხსელეს სხეული, ვერ ესე გაღრმავდეს კამათი მართლმადიდებლებს და მონოფიზიტებს შორის, რომ ვერ მიაღწია შეთანხმებას და ბოლოს შეჯერდნენ ერთ რამეზე, რომ ორივე მხარეს ჩამოეწერა თავისი სარწმუნოება წერილობითად და გაეხსათ ლუსკომა დიდ მოწამე ეფემიას და დაედოთ ეს ორივე სარწმუნოება მის გულზე. ესეც გააკეთეს, გახსენეს ყველა სტანდარტებით ლუსკომა, მართლმადიდებლებს და მონოფიზიტებმა თავიანთი წერილობით ეს სარწმუნოების წერილობით დადეს აი ამ წმინდანის უხსნეს სხეულზე და დალუქეს და დაბეჭდეს იმპერატორის ბეჭდით და დააყენეს მცველები. და მიეცნენ გაძლიეროს მარხვას და ლოცვას და მე-4 დღეს როდესაც გახსნეს, ნახეს რომ ეს მონოფიზიტების მიერ დაწერილი ეს მათი ესე ვთქვათ სარწმუნოების დოგმატები გადაგდებული იყო ფეხებთან და ეს მართლმადიდებლებს ეს გრაგენი ეჭირა ხელში და ყველას თვალწინ აი ამ საუკუნეების წინ გარდაცვლილი აი დიდ მოწამემ მართლმადიდებლური მღვდელთვარს გაუწოდა ხელით აი ეს სიმბოლო ჩვენი მართლმადიდებლობისა. და ამა რა თქმა უნდა ისე იმოქმედა რომ ბევრი გონს მოეგდა მოექცა სარწმუნოებას და ვინც არ მოექცა რა თქმა უნდა ის ეკლესიამ შეაჩვენა და განკვეთა. მაგრამ სამწუხაროდ დღესაც მიუხედავად ამ ყველაფრისა ხედავთ რომ პერიოდულად ხდება ხოლმე როგორ ხდება ხოლმე შემოტევა და გალაშქრება ეკლესიის წინააღმდეგ. თითქმის უკვე ჩვეულებრივი მოვლენად იქცა წმინდანების შეურაცხყოფა და დაცინვა. და ის ადამიანები ვინც აი ამ როლში გვევლინებიან ვერა თუ არ აცნობიერებენ რას უზადებენ საკუთარ თავს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს თუნდაც ეკლესიის უახლოესი ეკლესიის ისტორიიდან. როგორ დაამთავრეს ხატბრძოლებმა თუ ეკლესიის
წინააღმდეგ მებრძოლმა ზოგმა საგიჟეთში ამოყვა თავი, ზოგმა თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე და ზოგი და გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. და ის მოძრაობა, რომელიც გადმოგვეცა წმამების მიერ და რომელზეც როგორც ზემოთ მოგახსენეთ, არასდროს არ შეგუება და ვერ შეგუება ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას. წმამები რატომ იყვნენ ასე შეუვალი, როგორც როდესაც საქმე ეხებოდა ჭეშმარიტ დაცვას, იმიტომ რომ ისინი როგორც ბრძანებდნენ, იყვნენ ებრძოდნენ ეკლესიის მტრეებს, ჭეშმარიტების მტრეებს. ერთია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა შეიძლება არ იცის და უწოდენობით რაღაცა ისეთ რაღაც წარმოთქვას ამ თქვას, მაგრამ მეორე როცა იცის და უკვე განზრახ მიდიხარ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. რა არის ეს განზრახვა? ჩვენ ხშირად გვესწრაფობთ, აი ნეფსით ჩადენილი ცოდვა, ნეფსთან იგივე განზრახ ჩადენილი ცოდვა. ეს არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არათუ აცნობიერებს თავისი მოქმედების არსს, არამედ და მის აი მოქმედებით გამოწვეულ შედეგს, არამედ სურს კიდეც აი ამ შედეგის დადგომა. ესე იგი მიზანმართულად ებრძვიან ჭეშმარიტებას. აი ამიტომ არის ეს ერესები ყველაზე მეტად საშიში და ამიტომ უცხადებენ დამოუკიდებელ ბრძოლას. ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როდესაც მას იმპერატორი მიუგზავნეს ადგილობრივ პრეფექტს, რომ იქნება დაეყოლებინათ აი არიოზის სასარგებლოდ და ეთქვის, რომ თუ კი ის არ წამოვიდოდა, ბასილიდი არ დათანხმდებოდა, მაშინ წამები დამუქრებოდა და როდესაც ამას გადაცემს ეს პრეფექტი, ბასილიდი ძალიან გამხდარი და სუსტი აღნაგობის ყოფილა და უთქვას ბასილიდს, რომ ისეთი სუსტი ვარ, რომ ერთი დარტყმას შეიძლება ვერ გაუძლეო და ესო ჩემთვისო პირიქითო იქნება მოწამეების გვირგვინიო და ამით ამას შევიძენო მეო. და იქ რას ეუბნება, რომ ჩვენო იქვე დაძემს. ეთყობაო შენ არ გისაუბრიაო მართლმადიდებელ ეპისკოპოსთან. ჩვენო ვართო ყველაზე მეტად უწყინარებები და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურებიო. მაგრამ როცა საქმე ეხება უფალს და გაკადნერდებიან, აღდგებიან მის წინააღმდეგი, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენო და ფაქტობრივად აი ხელები აწიეს და თქვენსო ისინი დამარცხენ აი ამ დიდი მამის წინაშე. სწორედ ასეთი სულისკვეთებითა ეკლესია დღესაც და სხვა გზა, სხვა ჭეშმარიტება გარდა იმისა, რაც უკვე დაცულია ერთი წმინდა კათოლიკური სამოციქულო ეკლესიის წიაღში, რა თქმა უნდა არ არსებობს. არ არსებობს და ამიტომ ჩვენ მეც რაღაც მოგახსენებთ, რომ თავარი რა ჩვენს რაც დამოკიდებულია, რომ უნდა მაქსიმალურად გავუკეთოთ მობილიზება საკუთარ თავს და მივყვეთ და დავემორჩილოთ აი ამ მოძრაობას, თუ გინდა რომ გადავრჩეთ. ამიტომაც ბრძანებს უფალი კიდევ ერთხელ შევახსენებს, რომ რა არის თავარი დევიზი ადამიანის ცხოვრებაში. ეძიებდით პირველად სასურველსა, ღვთისასა და სიმართლესა მისა და ესე ყოველი შეგიძლიოს თქვენ. ასევე დღევანდელი სამოციქულო და რომ თავისესხე პავლე მოციქულს, რომ რამე თუ არა მაქვს ჩვენ აქა საყოფელი ქალაქი, არამედ მერემესა მას ვეძიებთ. ეს ადგილი, ეს დედამიწა ჩვენი აღარ არის, იმ ცოდვაცების შედეგ ადამიანმა დაკარგა ამას ძალაუფლება და ჩვენი არის ზეციური სამშობლო, სადაც უნდა ვისწრაფოდეთ თითოეული ადამიანი. ამისამის არსებობს სწორედ აი მოძრაობა როგორც გითხარით და ყველა ადამიანს აქვს იმისი ძალად იმის უნარი, რომ გააკეთოს სწორი არჩევანი. მით უმეტეს, რომ მთავარია ზრუნვა სულის გადარჩენა სულიერ ცხოვრებაზე. და სამწუხაროდ ეს ხშირად პირიქით ხდება ხოლმე, ხო უფრო მეტად ზრუნავთ აი ამ ხორცელზე, მიწებზე, ვიდრე სულიერზე. აი დღევანდელი სახარება თითქოს რაღაცაა ეხმაურება აი ამ ყველაფერს და როდის დააპურა უფალმა 5000-ზე მეტი ადამიანი დააპურა მხოლოდ მაშინ, როცა ჯერ ისიც სულიერად არ უგეშა, სულიერად დამოძრა. მათი თანდასწრებით აღასრულა და უამრავ სასწაულს. და ეს სულიერი ნუგეში და სულიერი დაპურების შემდეგ, როდესაც ნახა რომ ესე უკვე დაღლები იყვნენ, მათ დაჭირებოდათ უკვე აი ხორცელი დაპურებაც, აი აქედან ამის შემდეგ მან დააპურა ისინი და კიდევ ერთხელ აღასრულა ეს უდესი სასწაული. ეს არის ჩვენთვის რა თქმა უნდა ყოველთვის მაგალითები და ეს არის სტიმულის მომცემი და იმედი იმისა, რომ თუ ჩვენ მოვინდომოთ, არაფერი არ არის შეუძლებელი გასტანა, შესაძლებელი ღვთისა მიერ. ასევე დღეს იცით რომ იხსენება არის კრება გავრიელ მთავარანგელოზისა. ჩვენ არ უნდა აგვერიოს, იმიტომ რომ მთავარანგელოზის კრება არის ხარების მეორე დღეს, ამას დედა ეკლესია აღნიშნავს თქვენეს და დღევანდელი დღე უკავშირდება სწორედ მე-18 საუკუნეში კონსტანტინოპოლში აგებულ გავრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას და იქიდან შემოვიდა და გავრცელდა მართლმადიდებლური ეკლესიების სხვაგან წიაღში და მათ შორის ჩვენთანაც.
ამიტომ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ანგელოზ თითოეული ჩვენთაგან ცხოვრებაში, ამაზე თქვენ ყურადღებას აღარ მოვაცდენ, ვიცით ჩვენ ეს როგორ მოქმედებენ ისინი, არის ჩვენ მფარველი ანგელოზი უფლის მიერ მსახურებაში მონაწილეობენ ჩვენთან ერთად, აი გამოსვლა როა სახარებით იკითხება გამოსვლის როცა, სადაც ჩვენ ვთხოვთ უფასო მეუფე უფალო ღმერთო რომ დააწესა სათაშინა განწყობილი ანგელოზთან მხედრობანი თავარ ანგელოზთან მსახურება დიდებისა შენისა ყავ შესვლა ჩვენთან თანაწილდა ანგელოზთა შესვლა და ამით მადლობას აღუნებთ უფალს. ასევე იცით თქვენ პირველ შეწირულ ლიტურგიაზე დიდი ქერუბი, ესე იგი დიდი გამოსვლის დროს რომ ძალიან სათანადო ჩვენთან უხილავთ მსახურებენ, ასე რომ ჩვენ ყოველდღურად უნდა მადლიერებთ უფალსო ჩვენ აი აქტუალურს ესე მიტოვებულად ყოველთვის გვიდგან ამ გვერდში ხილულად უხილავად ჩვენ მფარველობენ ჩვენი მფარველი ანგელოზები და მადლობა უფალს ამისათვის და შევთხოვოთ უფალს გვეცხოვროს არ განგვერისხებინოს ჩვენი ანგელოზები რომ არ გაგვენაწყენებინოს და არ გვაქციონ ზურგი, იმიტომ ის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. იგივე აი მე რაზეც მოვიყვანეს მწვალებლობები უფალს რა თქმა უნდა განიცდიდა მათ მდგომარეობას დღესაც განიცდის, მაგრამ აქ უფალი უკვე თითქმის შეიძლება ასე ვთქვათ, უკვე ვერაფერს ხარ გახდება, იმიტომ რომ ადამიანი აკეთებს თვითონ არჩევანს საკუთარი ნები და უფალიც ვერ ერევა ამ არჩევანში. იგივე რა თქმა უნდა არ ეწოდებოდა მას იუდა, რა თქმა უნდა ეწოდებოდა ყველაფერი გააკეთა, რომ იქნება ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო. მაგრამ აი გავიხსენოთ დიდი სერობა. იქ მაინც შეიძლება როცა უფალმა შეაგონა გონს მოსულიყო, მაგრამ არა, წავიდა გააკეთე, რაც უნდა გააკეთებინა. იგივე როცა თავს იხჭობდა, იცით თქვენ გარდამოცებას არსებობს ორჯერ თუ სამჯერ ჩამოუწყდა ის ხისტოტი, მაგრამ ესაც იყო იმის მინიშნება უფლის მიერ, იქნება მაშინ მაინც მოსყოლე გონს, მაგრამ რაც გააკეთა ეს არჩევანი თვითონ მიიღო და ამიტომ აქ უკვე უფალი არაფერ შუაში არ არის და ყველა ადამიანი აკეთებს არჩევანს თვითონ. და იმიტომ რომ მათი ცხონებაც უკვე შეუძლებელი, იმიტომ მათ უარი უთხრეს თვითონ ღმერთს განუდგნენ, გახდნენ მისი მტრები და აი დღეს უკვე რა თქმა უნდა ისინი იყვნენ იქ, სადაც არის მათი ადგილი და ესაც ჩვენთვის მაგალითია, რომ უნდა ვიყვეთ მეტი გონიერები და ღმერთმა მოგცეს ყველას ამისი უნარი. გილოცავთ კიდევ ერთხელ შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლით თქვენ თითოეულ თქვენთაგანს, თქვენ ოჯახებთან ერთად სრულიად საქართველოს. მომავალ კვირას რაც შეეხება არის